მე ვარ დიდი. რას იფიქრებდით თუ ამ ადამიანს ქუჩაში ნახავდით? მგონია პასუხი იქნებოდა, მას ნამდვილად რაღაც ძალიან სჭირს. ესეთი პირდაპირი შიშვლობა ეხლა სრულიად ნორმად იქცა, ესეთ გეი პრაიდის ღონისძიებებზე. და ამაში რაღაც სრულიად შეშლილია, ეს მიუღებელია. ამას საერთოდ არაფერი აქვს საერთო თავად პრაიდთან. მე სრულიად ვემხრობი იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უფლება საკუთარ სახლში გააკეთონ ის, რაც უნდათ და ამის შესახებ არავის უამბონ. გეი პრაიდის თვე დასრულდა და თუ არ გსურთ უყუროთ ავადმყოფურ მამაკაცს სურს სიშიშვრეს, მაშინ გამოტოვეთ ეს ვიდეო. იცით, მე სრულიად ვემხრობი იმას, რომ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარ სახლში გააკეთონ ის, რაც უნდათ. მაგრამ მე არ ვემხრობი იმას, რომ ეს ძალით მომახვიონ მე. და მით უმეტეს არ ვემხრობი იმას, რომ ეს ძალით მოახვიონ პატარა ბავშვებს. მათ ძალიან არასასიამოვნო ყოველგვარ ზღვარს გადასულ და შეუფერებელ სექსუალურ ქცევას. უბრალოდ იმის დასამტკიცებლად, რაც ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველამ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ სწორედ ამას ემსახურება გეი პრაიდი. ასე არ არის. ეს არ არის სიყვარულის აღნიშვნა. ეს რაღაცა შეშლილად იქცა. და ვფიქრობ, ეს ვიდეო ამას გარკვეულწილად ხსნის. მე დიდი. Italian. Me Italian დიდი ვარ. ასე რომ გარდა იმისა, რომ ეს ბიჭი აშკარად ძალიან ნიჭიერი მოცეკვავეა, შესანიშნავია, გაუმარჯოს მას. ჩემს ფიდში გამოჩნდა ვიღაცის კომენტარი. ეს ნორმალური არ არის, რამდენიც არ უნდა ეცადონ დემოკრატები დაგარწმუნონ, რომ ასეა. და მე თავიდან ვუყურე ამ ვიდეოს. კარგი, უბრალოდ ისე, რომ მის ცეკვას არ ვუყურებდი. რას იფიქრებდი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ სმენია მთელი ეს გეი სიგიჟე, რას იფიქრებდი, თუ ამ ადამიანს ქუჩაში ნახავდი, მგონია პასუხი იქნებოდა, რომ მას ნამდვილად რაღაც ძალიან სჭირს. მუსიკის გარეშე. თუ ვინმეს ამას ქუჩაში კონტექსტის გარეშე ნახავდი, იფიქრებდი, რომ რაღაც რიგზე არაა. ეხლა მიზეზი, რის გამოც ამ ვიდეოს ვიღებ, ისაა, რომ შემთხვევით წავაწყდი რაღაცას, რაც Chicks on the Right-მა გამოაქვეყნა. ეხლა სინამდვილეში ამ ვიდეოს ვერ გაჩვენებთ, რადგან მასში სიშიშვრის დონე უბრალოდ გიჟურია. მაგრამ მე მაინც მოვძებნი ამ ვიდეოს, რომ თქვენც ნახოთ და თუ ვინდათ თავადაც გადაამოწმოთ, თუ გსურთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ტრავმირებული დარჩეთ. ეს არის პოსტი Chicks on the Right-ისგან. 30 ივნისი, ისინი ნამდვილად ყველაზე საზიზღარი ადამიანების ნიმუშები არიან, რაც კი ოდესმე მინახავს. და სირცხვილი იმ მშობლებს, ვინც საკუთარ ბავშვებს ასეთ ადამიანებთან აყენებს. ეს ვიდეო სრულად აჩვენებს მამაკაცებს, რომლებიც სრულიად შიშვლები დადიან და იქვე ბავშვებიც არიან. კიდევ ერთხელ, თუ გსურთ ნახოთ შიშვლად მოსიარულე ზოგიერთი ყველაზე უშნო მამაკაცი, ეს თქვენთვისაა. ცხადია, ეს პრაიდის აღლუმია, მაგრამ ეს ის ნაწილია, რომელიც მინდა გაჩვენოთ. ესენი თქვენი შვილები არიან. დიახ. შიშლობასთან პრობლემა არ გაქვთ? არა. აქ ბავშვები არიან სიტყვით, ღმერთო ჩემო, ბოდიში. ვიხდი ბოდიშს. ხედავთ ამას გულისხმობ. კარგი, არ შეხედოთ. ყველამ არ შეხედოთ. და როცა ეს ვიდეო ვნახე, მივხვდი, რომ ასეთი აშკარა სიშიშვლე ეხლა სრულიად ნორმად იქცა, ასეთ გეი პრაიდის ღონისძიებებზე. და ამაში რაღაც სულიად შეშლილია. ეს მიუღებელია. ეს უბრალოდ მიუღებელია ნებისმიერ გარემოებაში. ამას საერთოდ არაფერი აქვს, თავად პრაიდთან. არაფერი. მე სრულიად ვემხრობი იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უფლება საკუთარ სახლში გააკეთონ ის, რაც სურთ. და ამის შესახებ არავის უთხრან. სანამ ეს შესაბამისია და კანონიერია, გააკეთეთ, ისიამოვნეთ. მაგრამ არა. არ იფიქროთ, რომ თქვენი შიშველობა ის არის, რაც ყველამ უნდა ნახოს. მაგალითად, წამით გადავიდეთ გეი პრაიდიდან. როგორ იგრძნობდით თავს, თუ ქუჩაში მიდიოდით და ჰეტეროსექსუალურ წყვილს ასეთ მდგომარეობაში ნახავდით? რას ფიქრობთ ამაზე? შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი. თუ ქუჩაში მივდიოდი და ვიღაცა შიშველი ჩამივლიდა, ეს მხოლოდ ჩემი სენსიტიურობის დარღვევად კი არ მომეჩვენებოდა. არამედ უბრალოდ ადამიანურად უხამსაქციელად. და მაინც როგორღაც მოახერხეს და თავიანთი გეი სიამაყე ამ ყველაფერში ჩართეს. და უმეტესობა იმ გონიერი გეი ადამიანებისა, ვისთანაც ვსაუბრობ, სრულიად წინააღმდეგია ამას. მაგრამ ეს მაინც ხდება ეხლა. და აი სწორედ ამას უნდა ვიზეიმოთ მათი აზრით. და ამ ყველაფრის საზღვრების არქონა ბევრად ცდება უბრალოდ უცნაურ შიშველ ქმედებებსა და შეუფერებელ ჩაცმულობას. ეს ტერორიზმის აღნიშვნაა პრაიდის სახელით, ხომ ასეა?
აქ ყველდან გეი დროშებია და მერე ტერორიზმის აღნიშვნა გაქვს შენს წინ. თითქოს ეს სრულიად ნორმალურია. ეს არ არის ნორმალური. არასოდეს არის ნორმალური, რომ ნებისმიერი სახის ტერორიზმი იზეიმო. უბრალოდ ასე არ არის. და სინამდვილეში ქუჩაში მსვლელობა და საკუთარ სექსუალურ პრეფერენციებზე ლაპარაკი უცნაურია. ეს უცნაური საქციელია. ეხლა კიდევ ერთხელ ვფიქრობ თუ არა, რომ გეი მოძრაობამ არ გააკეთა უზარმაზარი საქმე იმისთვის, რომ ადამიანებს მიეღოთ ის, რაც სურთ ცხოვრებაში. მაგრამ უბრალოდ მინდა ეს ერთი წამით იმასთან შევადარო. ეს არის პირველი პრაიდ მარში 1970 წელს. არ არის აუცილებელი იყო გეი, რომ მოგწონდეს ეს. ადამიანები უბრალოდ ჩვეულებრივად გამოიყურებიან და ამას ზეიმობენ. და მშვენიერია, კარგია თქვენთვის. გასაოცარია. ეს წარმოუდგენლად განსხვავდება ამისგან. წარმოუდგენლად განსხვავდება ამისგან. აქ პასტორია და აქ ორი ადამიანია, რომლებიც რაღაცას აკეთებენ, რაც საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია. ეს ჩვეულებრივ გარემოში სხვაგან ვერ ნახავდით. და კიდევ გაქვთ სხვა უცნაური ისტორიებიც, როგორიც ესა. ხო. დიახ, სწორად წაიკითხეთ. დაახლოებით შეიძლება 200-ზე მეტ ადამიანს გადავდე აივი. მოიცადე, ჩავანთებ ჩემს სიგარეტს და მოვწევ. კარგი, იმიტომ რომ მთელი დღე არ მაქვს, საქმეები მაქვს. ალბათ ვიღაცის ქმარი. მაგრამ კარგი, იმიტომ რომ მართლა არ მადარდებს. არ მადარდებს, არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს, იმიტომ რომ ვინ უნდა მომეკითხოს. ხო, ანუ გონია ნორმალურია ინტერნეტში გამოხვიდეთ და მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ 200 ადამიანს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გადასდე. რომ ესეთი თავაშვებული ხარ და საერთოდ არ გაწუხებს, იმიტომ რომ არ გაინტერესებს როგორ ბრძნობენ თავს სხვები, ეს არასწორია. ეს არასწორია. ეს ნორმალური სოციალური ქცევა არ არის. და ამ მოძრაობამ რაღაცნაირად მისცა ადამიანებს უფლება, რომ როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. იმიტომ რომ ამას ამართლებენ იმით, რომ თითქოს უბრალოდ უნდა დაუჭირო პრაიდს მხარი. არა. არ მაქვს ვალდებულება და ამას ვგმობ. რა თქმა უნდა გააკეთეთ რაც გინდათ, გქონდეთ სექსუალური თავისუფლება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ გარკვეულ რელიგიურ რწმენებს, შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი თავი, თუ ეს ხდება მისაღებობის საზღვრებში. ესაა ყველაფერი, მხოლოდ ამას ვითხოვ. მიუღებელია 200 ადამიანს დაავადება გადასდო და ამით იამაკო. მიუღებელია რელიგიური ადამიანის წინაშე შენი სექსუალობის დემონსტრირება. მიუღებელია შიშვად ცეკვა. მიუღებელია დარეთ შიშვად სიარული. ეს ყველაფერი მიუღებელია. სერტილი, მარტივი, ადვილი, რთული, გასაგები არ არის. მიუღებელია ტერორიზმის ზეიმი, მორჩა. ადვილი, მარტივი, გაურთულებელი. ესე რომ გონი კარგია, რომ გეი პრაიდის თვე დასრულდა. მითხარით თქვენი აზრი კომენტარებში და მადლობა ამ საკითხზე თქვენი შეფასებისთვის.